მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირაა და რა თქმა უნდა სწორად მივხვდით თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ ყველაზე სასაცილო გადაცემას ანეკდოტების შოუ აი ესეთი სტუმრები მყავს მე თვითონაც განცვიფრებული დავრჩი და მერწმუნეთ ძალიან საინტერესო ისტორიების ასე თქვათ მოსვენა მოგვიწევს ყველას ერთად და მეც ერთი სული მაქვს წარგიდგინოთ არაჩვეულებრივი ადამიანები უნიჭრესი მომღერალი თამთა ყიფიანი და მისი მამიდები თვარიდა და წავრინა ყიფიანები თამთა ყიფიანი თვარიდა ყიფიანი და წავრინა ყიფიანი ისეთი ხიარული მანდილოსნები არიან რომ მათ შემხურეს თავადობაც კი მომინდა თვარიდა და წავრინა ისევე როგორც მათი სახელები იშვიათი ქალბატონები არიან მათ საკუთარი კონსტიტუცია აქვთ რომლის მიხედვითაც ნეგატივი სასტიკად აკრძალულია ისტორიებს ისე სასაცილო ხვებიან სასაცილო ისტორიის გაკვეთილზე გეგონებათ თავი თამთა ახლახანს დუბაიში გახლდათ და ისე მოუხდა დუბაი მე რომ შეიხი ვიყო ადგილ მამულსაც კი უბოძებდი ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუა ნუ გადართავთ სხვა არხზე და დარჩით თავადაზნაურების წიაღში არ ვიცი ასე ძალიან ბედნიერი ვარ რაღაცა ცებ გონია ხო ის რაღაცა იპოლიტეს ამბავში ვარ მამიდებთან ერთად და ამბავი ესე იგი ჩემო საყვარელო თამთა კეთილი იყოს თქვენი ფეხი აქ და ვიხარია რომ მოიცალეთ მობრძანდით ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და პირველი ეცე ეგრევე კითხვა გაგიჩნდება რა ბავშვობიდან არიან შენს გვერდით მამიდები ალბათ ხო ხო ეხლა ჩვენ ოჯახში ბევრნი ვართ კი ბატონო 4 და ძმანი ვართ, მაგრამ აი რატომღაც უფროსი მე ვარ. რატომღაც ორივე მამი და მახსოვს ჩემს გვერდით სულ დღემდე ასე მოვდივარ. კი ბატონო. აი ხა თვითონ იტყვიან ალბათ, მაგრამ ნუ განსაკუთრებულად ვუყვარდი, რა ვქნა, ხა ეწყინოთ თუნდაც ჩემებს. არა, დაწვრილება. მოდი დავიწყოთ თქვენგან. აი გითხარით რას მოღვაწეობთ, რანაირად, როგორ და ასე შემდეგ. მოგესალმებით, უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. მოვედით მოღვაწეობ მუსიკოსი ვართ. საერთოდ ყველანი მუსიკოსები ვართ ოჯახში. ვიყავი მუსიკალური სკოლის პედაგოგი ზესტაფონში სანამ გავთხოვდებოდი და იმის შემდეგ თბილისში რომ ჩამოვედი, ვემსახურები შოუ ბიზნესს 97 წლიდან. ეს ნობილია ყველასთვის. ფორტუნა 97 მქონდა მე ფირმა. ითაც ვაკეთებდით ღონისძიებებს, შეხვედრებს, ფესტივალებს, კონკურსებს, და ესე შემდეგ. ძალიან ესე იგი დატვირთულად იყავდა, აი ეს გავლენაც არის არა თამთა ალბათ. ბევრ რამეზე. შეუძლია ესე პირველი შვილი მაინც ისეთი ამბავე და ალბათ იმიტომ გრძნობ ამას. და მაინც ახლა პირველი როცა გაინტერესებდათ მისი მონაცემები მუსიკალური საინტერესო იქნებოდა ამასთან რაღაც ისტორიაც გეკნებათ. ეხლა რა შეგეხებათ თქვენ ჩემო ძვირფასო ქალბატონო არ ვიცი მე ძალიან დიდი პატივისცემა რა თქმა უნდა ეხლა თქვენი ოჯახის მიმართ იმიტომ რომ იქ მარტო თქვენი ასე ვთქვათ ბენეფისები არის ხოლმე მართალია მაგრამ ესეთი ძალიან კარგი საოჯახო სიტუაციაში აი უბრალოდ აპლოდისმენტებით მინდა რომ შეგახსოვთ მარტო ესეთი კარგი ოჯახი იგრძნობა სითბო სიკეთე რომ არ ვიცი ღმერთმა კარგად გამყოფოთ და ნამდვილი როგორც ყიფიანებს ეკადრებათ ჩემო ბატონო დიდი მადლობა გლეხი გულიაშვილისგან არაფერი მოსასმენი არ იქნება ეს ვარა დიდი პატივისცემა უნდა გამოხატო ყველას მიმართ და თქვენ მინდა რომ მოგეფეროთ განსაკუთრებულად უღრმესი მადლობა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ახლა პატა ეს თქვენგან ესეთი თბილი სიტყვები არის ჩემთვის არ ვიცი რა არა აი თამთა და ხნის ქალისთვის ამბები ქალისთვის ცოტა ეს არის ნიჭი არის ნიჭი ძალიან არ ვიცი გადმოცემის უნარი არის რაღაცა ალბათ როგორც თეატრალურ სამყაროში იტყვიან იმაზე მეტი რაც უნდა გქონდეს საშუალოზე მაღალ მსახიობს. თამთა ალბათ იმანაგანაც განაპირობა რა რომ ეს იდეა გაგიჩნდა შენ რომ ამ მიმართულებით გამოჩენილიყო რა ეხა. იცით რა მთელი ბავშვობა რაც მახსოვს სულ აი ესე
მთვარიდას რომ ნახულობდით გეხვეწები მოგვიყევი და გეხვეწები და ესე ვისხედით მის გარშემო და ბუსმენდით გასუსულები მაგრამ გასუსულები რა ნუ ახლა თუდად ხვდებოდით ციცილით რა თქმა უნდა მაგრამ შემდეგ უკვე აი ერთ-ერთი დღეს როცა ჩავიწერე და როცა გადავწყვიტე ვიდეოს აატვირთვა ეს იყო უბრალოდ მეგობრების წრეში მეგობრებისთვის ავტვირთე უფრო სწორად რომ ენახათ რომ როგორი იუმორი აქვს როგორ ხუმრობს მარტო მკაცრი პედაგოგი არ არის აი ესეც შეუძლია ხო რა ეს იყო მაგრამ მე არ ველოდი აი ამ მასშტაბებს არა იმიტომ რომ გულწრფელობა თავადობ თვარი და ესე იგი ჩვენ არა ვართ მე დამყავს მარტო ორნი ვართ მაგრამ მამაჩემის მხრიდან არიან ეხა ნახე ავთანდილი იყო ტარიელი თინათინი რუსუდანი ნუ ეს კიდე გასაგებია და ეხა რო არ თქვა ეს არა ორივეს ცოტა უცნაური სახელები და რაღაც აკვიატება იყო მამის თუ რა იყო არა რამესთან არის ახალმთვარობასთან დაკავშირებით რამე დაემთხვა თუ ჩემი სახელი მე თვითონ სხვადასხვა დედას და მამას 3 წელიწადის თურმე შვილი არ ყოლია და მე გავჩენილი ვარ მე და რაღაცატომ ახლა ეს ძალიან სასიხარულო იყო და თან მამას გავდი მე ძალიან და ჩემ დაერქვათ მე გიორგი ხო და ეს იმდენად ის იყო თელ სანათესაოში ეს ორივე ცოლქმარი დედაჩემი და მამაჩემი იმდენად საყვარელი იყო თურმე რომ ისინი სპეციალურად ჩამოსულან დედამ ოჯახში იმშობიარა ზოვრეთში ზესტაფონის სოფელია გამყოფი ვარ და სპეციალურად ჩამოსულან რომ ჩემთვის დაერქმიათ ეს სახელი მთვარი და სალუკვაძე იყო იმათი ძალიან ახლო სასიყვარულო პიროვნება და იმითი სიყვარულის დამარხვეს მე კაი, თქვენი ამბავი გავიგე და თქვენთან რომელიღაც ცავი მოვიდნენ. ჩემი ამბავი ასე, დედამარხვა დედაჩემის მამიდამ. ეს მამიდები მაგარი გავლენა. თქვენთან ძალიან არის მამიდების ეს არის და ჩამოსულა იმას რომ დომოია თურმე დაერქმია цаრო ჩემთვის. სახელი უნდა და მაგრამ რომ ისულან იქ ჯოში რაღაც იმას მთვარი და ქვია იქ უთქვია თურმე ქალები ჭობდნენ. მოდი ამას ცავრინა დავარქვათ. კარგია, ქალები რომ ჭობდნენ, კაი. წარმოგიდგენი. რაღა დაგიბალო თავთა და გადარჩენილი. გენაცვალეთ კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით